სალამი მეგობრებო, გიბრუნდებით კიდევ ერთი ეპიზოდით. მქონდა საკმაოდ დიდი პაუზა, მოდი ის მოგიხდით, იმიტომ რომ ისევ სამსახური და კიდევ ძალიან ბევრი საქმე მქონდა, მაგრამ დავბრუნდი. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო ვიდეო და ვფიქრობ, ბევრს გამოადგება, ეს ეხება პროცესორის სუფიქსებს. ვიცით, ხა არის i7, i5, i9, i3, აქვთ რაღაცა თაობები 12000, 11000, 3000 და ასე შემდეგ, მაგრამ აქვთ ასევე სუფიქსებიც. და სწორედ აი ამ სუფიქსებზე ვისაუბრებთ დღეს Intel-ისა და AMD-ის პროცესორებისთვის და ვეცდებით რომ ავხსნათ რომელი სუფიქსი რას ნიშნავს და ძირითადი მათგანები დავფაროთ. იმედია გავუყურებთ ამ ვიდეოს ბოლომდე და გამოიყენებთ ამ ცოდნას რა თქმა უნდა. როგორც ყოველთვის ასეთი ვიდეოების დროს მაქვს მოზადებული სლაიდებიც, რომელსაც ახსნისას ძალიან კარგად და ნაყოფიერად გამოვიყენებ. კი ბატონო, აგერ გვაქვს ჩვენი პირველი სლაიდი და მოდი ახლა ზოგადად ვთქვათ, ეს პროცესორის სუფიქსი რა არის, აი რას ნიშნავს პროცესორის სუფიქსი. ეს არის პროცესორის დასახელების ბოლოს მდებარე 1 ან 2 შეიძლება მეტიც, ასობგერა ან რიცხვიც კი შეიძლება, აი მაგალითად X-რის ვერსიაში. და რაღაცას ანიჭებს, ახლა ეს ასობგერები ტყუილა არ უწერია, რაღაც თავისი მნიშვნელობა აქვს. ხა რას განსაზღვრავს მაშინ თუ რაღაცა მნიშვნელობა აქვს, გავიგეთ, მაგრამ რას განსაზღვრავს ეს სუფიქსი. შეუძლია განსაზღვროს როგორც დენის მოხმარება, აქ სლაიდზეც მიწერია, რამდენი დენს მოიხმარს პროცესორი მაგას წვეთს, ეს ასობგერა, ინტეგრირებული გრაფიკა აქვს თუ არა ჩვენს პროცესორს, ან რამდენად ძლიერი აქვს ეს გრაფიკული ჩიპი, overclocking-ი იგივე ჭყალებში რაზგონი და რაზგონების საშუალება თუ აქვს პროცესორს, მაგასაც გვაწვდის ინფორმაციას ჩვენი სუფიქსი და ასევე რა თქმა უნდა ძალიან მკვეთრად მოქმედებს ფასზე. ზოგიერთი სუფიქსი და ვიდეოში ვახსენებ რომლებიც, ზოგიერთი სუფიქსი დამთავრებული პროცესორები ძალიან წევენ პროცესორების ფასს 1000-ობით ლარით, არათუ 50 ან 100 ან 200 ლარით. და ხო, ძალიან კარგი ნოუთი მაქვს სლაიდზეც დატოვებული და ეხლაც გავიმეორებ, რომ სუფიქსები AMD-სა და Intel-ის პროცესორებისთვის არის ძალიან განსხვავებული, კარგი ძალიან არა, მაგრამ განსხვავებული და ასევე განსხვავებულია ლეპტოპებსა და დესკტოპ კომპიუტერებს შორის სუფიქსებიც. აი ეს მინდოდა რომ ეს ინფორმაცია მინდოდა რომ მომეწოდებინა პირველ სლაიდზე კონკრეტულად და ზოგადი წარმოდგენა შექმნოდა რა არის ეს სუფიქსები, რაზე მოქმედებს, ასე შემდეგ და რა განსხვავებაა. ხა გადავიდეთ უშუალოდ სუფიქსებზე. როგორც ხედავთ, Intel-ის პროცესორებს კომპიუტერებისთვის, პერსონალური კომპიუტერებისთვის, ლეპტოპებისთვის აქვს უამრავი სუფიქსი, ისევე როგორც AMD-ის პროცესორებსაც აქვთ უამრავი სუფიქსები. პირდაპირ გითხრათ, აი ესე გულწრფელად, უმეტესი მათგანის ცოდნა არაფერს არ მოგცემთ და არაფერში არ გჭირდებათ. ამიტომ მეც ახლა ბევრს ტვინს აღარ წაგიღებთ. აგერ არის KF, KS, TE, TE, KA, UL, UE, HL, XX, უამრავია მართლა ლეპტოპებშიც და პროცესორ დესკტოპშიც, ამიტომ ყველას უბრალოდ არ შევეხებით რა. შევეხებით მხოლოდ იმებს, რომლებიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ძირითადი. ეხა აქ ზოგი ისეც არეულთაც მიწერია მგონი, იმიტომ რომ ძალიან ბევრია და ამათ ყველას დამახსოვრება და სწორად დაწერაც ძალიან ძნელია რა. ეხა მაგალითად ეს G1 და G7 საერთოდ გრაფიკულ ჩიპს ნიშნავს და ხო აი ეგეთი მომენტია რა. ამიტომ ყურადღება დიდად არ მიაქციოთ აი ამ უამრავ სუფიქსებს. შემდეგ სლაიდზე მაქვს კონკრეტული სუფიქსები, რომლების ცოდნაც ჩვენ დაგვჭირდება და პრაქტიკაში აუცილებლად გამოვიყენებთ. და რა თქმა უნდა, რჩევების სახითაც ბოლოს გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას ვიდეოს განმავლობაში. აგერ არის მეგობრებო ჩვენი მესამე სლაიდი და დავიწყოთ Intel-ის დესკტოპ პროცესორებით, მივყვეთ Intel-ის ლეპტოპებს და მერე გადავიდეთ AMD-ზე უკვე. ყველასთვის კარგად ნაცნობი კასერიით დავიწყოთ საუბარი, როგორებიცაა i9 14900K, i7 7700K, როგორც აქვს მაქვს მითითებული და ეხლა რას ნიშნავს ეს K კოეფიციენტი. ეს ნიშნავს, რომ პროცესორს შეუძლია overclock-ი. ყველა Intel-ის პროცესორს არ აქვს ეს თვისება, მხოლოდ იმებს, რომელთა დასადაბოლოებაც არის K ვერსია. ასე რომ ეს გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ ხართ ენთუზიასტი და გინდათ overclock-ი ან აპირებთან გაინტერესებთ, აუცილებლად კასერიანი პროცესორი უნდა შეიძინოთ, რა თქმა უნდა ფასზე მოქმედებს ეს კასერია როა, ოღონდ ისე ძალიან არა, რომ დაგათმობინოთ ნაწილი რა,
ძალიან არ გაგიძვირებთ ნამდვილად კასერიას თუ აირჩევთ რეგულარულისგან განსხვავებით. ერთ სიტყვით დაიმახსოვრეთ, კასერია არის overclockerებისთვის, ისაც უნდა დარაზგონებაზე მოკლედ გეტყვით, კომპიუტერის პროცესორის ბოდიში ჰერცების იმაზე მეტად აწევა, ვიდრე მას ქარხნულად აქვს. რაღაც აპლიკაციებით, BIOS-ით და ასე შემდეგ. გადავიდეთ კიდევ ერთ ძალიან გავრცელებულ სუფიქსზე, ეს არის F-ი. Intel-ის desktop პროცესორებში F-ი პირდაპირ ნიშნავს, რომ პროცესორს არ აქვს ინტეგრირებული გრაფიკა. აი ესე მარტივად რა, თუ ვიდეო ბარათი არ გაქვთ კომპიუტერში, F პროცესორიდან გამოსახულებას ვერ გამოიტანთ რა, ეგ გაითვალისწინეთ პლატას, როგორი დისპლეი და HDMI და DVI თუ FGA პორტები რაც არ უნდა კონდეს, თუ თქვენი პროცესორის სერია არის F-ი, გამოსახულება არ ექნება. ეს კატეგორია F-ი დადებითად მოქმედებს ფასზე, იმიტომ რომ აიაფებს, იმიტომ რომ გრაფიკული ჩიპის ჩაყენება პროცესორში ცალკე კიდე თანხაჯდება და მოკლედ პროცესორსაც აძვირებს რა, სტანდარტული. ამიტომ F-ი არის ხოლმე შედარებით იაფი. და ზოგადად ვისაც ხა გეიმინგ კომპიუტერებს განსაკუთრებით ვინც აწყობს ხა გეიმინგ კომპიუტერი ხო ვერ წარმოგიდგენიათ ვიდეო ბარათის გარეშე ხო? ხო და ამიტომ F-ს აწყობენ ხოლმე, იმიტომ რომ ვიდეო ბარათს უეჭელისავენ და თან ფასსაც ზოგავენ ხოლმე რა, ძალიან კაი ვარიანტია F-ი გეიმერებისთვის. რაც შეეხება KF-ს, ეს არის ყველაზე ოპტიმალური საინტერესო ვარიანტი, როცა K და F რაც უკვე გავიარეთ, ერთიანდება და პროცესორ შეუძლია როგორც overclock-ი, ასევე არ გააჩნია ვიდეო ბარათით შეგნით. ფოდიშ რაღაცა ვიდეო ბარათიც გამომივიდა, ინტეგრირებული grafიკული ჩიპი რა, iGPU. თან ვარაზგონებთ, ენთუზიასტებით ვართ, გვინდა რომ დავბუსტოთ და ქარხნულზე მაღალ სიჩქარეებზე ვამუშაოთ და თან ეს ვიდეო ბარათიც არ გვჭირდებოდა grafიკული ჩიპი და ფასიც დავზოგეთ რაღაც გაგებით. ძალიან კარგი მაგალითები i9 14900 KF-ი, რომელიც ძალიან ძვირიანი პროცესორია და KF სერია ცოტათი წევს დაბლაფას, ასევე i3 9350 KF-იც გვაქვს იმაში რა ქვია, კატალოგში. გადავედით ძალიან საინტერესო სერიაზე, ესენი არის KS სერიები. მინდა ვთქვა, რომ KS-ები აღარც ისეთი ცნობილი და აღარც ისეთი გავრცელებულები არ არის, ჯერ მარტო იმიტომ, რომ არის მხოლოდ i9-ის პროცესორებზე და ნიშნავს იმაზე მძლავრ ვერსიას, ვიდრე არის უბრალო K. ანუ KS-ი არის ყველაზე ძლიერი პროცესორები, რაც შეიძლება რომ მაგ სერიაში ნახოთ რა. ანუ რომ დაამზადებენ ხოლმე მაგალითად i9-ის პროცესორებს, მან ხო წინას ვიდეოშიც ვახსენე, რომ სილიკონზე არის დამოკიდებული, რა ხარისხის სილიკონი იქნება რა და აი ყველაზე საუკეთესოებს ამოარჩევენ, ყველაზე საუკეთესო რომლებიც იქნება და იმათ მიანიჭებენ KS სერიას. აქვს შედარებით მაღალი ტემპერატურებიც, მაგრამ მაღალ სიხშირეებზეც მუშაობს, მაგრად და კარგი მოშნებია რა, ძალიან ძლიერებია მართლა KS სერიები. გადავიდეთ T-ზე. T არის შედარებით სუსტი და შეხედეთ აქ მინდა რომ კარგად დაიმახსოვროთ, რომ ეს არის ქარხნულად დენში შეზღუდული, ანუ დაბალ დენზე კი არ მუშაობს, ანუ როგორც ჩვეულებრივი უსუფიქსო პროცესორია, ისე არის T-ც უბრალოდ ქარხნულად შეზღუდული აქვს დენის მოხმარება, ანუ ბევრ დენს არ მოიხმარს. შესაბამისად არის უფრო გრილიც, მარტივია მისი გაგრილება ზოგადად და ხო ლოგიკურათაც ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, რახან დალუქულია ვატებზე. შედარებით სუსტიც არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პერფორმანსი ეცემა ყველა ვარიანტში. აი T-სერია დაახლოებით იმათვის არის, ვინც საერთოდ არ აპირებს რთული ტასკების მიცემას კომპიუტერისთვის, არც რენდერს, არც გეიმინგს, უბრალოდ სახმარად უნდა Facebook, YouTube, მარტივი content creating და ასე შემდეგ. აი იდეალურია მათთვის ფასიც საკმაოდ დაბალი აქვს. ნუ KS-ზე ფასის თქმა გამოჩნდა ძალიან ძვირები ხის. KS პროცესორები ძალიან ძვირია. ეგ გაითვალისწინეთ. რაც შეეხება X და XE სერიებს დესკტოპში, ესენი არის აბსოლუტურად ყველაზე ძლიერები. ანუ KS-ზე კიდევ უფრო ძლიერი პროცესორებია X-ები და XE პროცესორები, ფასი სასწაული, ტემპერატურები მაღალი, ძლივს გრილდება, მოკლედ ტოპებია, გეიმერები ამას არ იყენებენ, ეს არის კონტენტ კრიეტორებისთვის, ძირითადად, რომლებიც არენდერებენ 4K ვიდეოებს და 3D-სთან აქვს შეხება,
ფასი სასწაული, პერფორმანსიც სასწაული, მაგრამ რო გითხრათ, რომ ეს მოსახლეობის მოხარებლების უმეტესობა სჭირდება, არა, ძალიან ცოტა ადამიანები, ვისაც შეიძლება X-ი და XE სერიები დაჭირდეს პროცესორებისა. ხო, თან KS-იც კი ძლიერია, მაგრამ გითხარით, რომ მარტო i9-ზეა დალუქული და ეს X-ი და XE სხვა სერიებში ხდება, მაგალითად i7-ებში აგერ მაქვს მოყვანილი 8220 X-ი სერია. ეს იყო ძირითადად კომპიუტერის პროცესორები, დესკტოპ პროცესორები და მათი სუფიქსები Intel-ის მხრიდან. ეხლა გადავიდეთ Intel-ის ლეპტოპის პროცესორების სუფიქსებზე. გვაქვს H სერია, რომელიც არის როგორ გითხრათ, დაახლოებით როგორც K ისეა H-ი რა, მძლავრია უფრო მეტი სიხშირეები აქვს, ცოტა უფრო კარგი აგრირებაც სჭირდება, მაგრამ პერფორმანსიც უკეთესი აქვს და ჯობია რა. აი საშუალო სტატისტიკური გეიმერი და საშუალო სტატისტიკური კონტენტ კრეატორი, რომელსაც რაღაცა სასწაული არ ჭირდება ლეპტოპისგან, გამოიყენებს ძალიან სასიამოვნოდ და იდეალურად აი ამ H სერიას. HK სერია და HX ესენი შეიძლება ერთადაც დამეწერა, იმიტომ რომ ორივე არის გაუმჯობესებული ვერსია. HK ძლიერია და HX კიდევ უფრო ძლიერია. და რაც უფრო ძლიერდება, გაგრილება უფრო რთულდება, დენს უფრო მეც მოიხმარს, ანუ მალე სვავს ლეპტოპს და სიხშირეებიც უფრო მეტი აქვს და overclock-ის საშუალებაც არის. ეგეც გაითვალისწინეთ. ძალიან მაგარი პროცესორებია, სხვა შორის HK და HX სერიებზე, i9-ები, i7-ები გვაქვს ძალიან მაგრები სხვადასხვა ლეპტოპებში. ამიტომ ისაც გინდა top tier ლეპტოპი, რაღაცა სასწაული gaming performance-ით და ასე შემდეგ, თავისუფლად შეგიძლიათ HK და HX-ები აიღოთ. P არის დაბალი დენა, აი როგორც T იყო დესკტოპებში, ასე არის P. შეზღუდული პერფორმანსია, დაბალი გიგაჰერცია, დაბალი ტემპერატურა და რა თქმა უნდა პერფორმანსიც დაბალია, მაგრამ თავისუფლად თავსდება და საკმარისია თხელი ლეპტოპებისთვის. აი მგონი ThinkPad-ები რო არის, მაგათ აქვთ P სერიები და U სერიებიც გადავალ U-ზეც. ანუ ხო რა, პატარა კომპაქტური, პატარა ზომის და არამძლავრი ლეპტოპებისთვის, რომლების თავარი კაიფიც და სიამოვნებაც არის, რომ კომპაქტურია, პატარა, მსუბუქია და თხელია, მაგათვის P ძალიან კარგი ვარიანტია პროცესორის სერიაში. და გვაქვს ასევე U. P-სთან შედარებით U კიდევ უფრო დაბალია, ანუ ყველაზე დაბალ დენს მოიხმარს და ყველაზე მარტივად გაგრილებადი და ყველაზე რაღაცა ქაღალდის ხელა სისქე ლეპტოპში შეგიძლიათ ჩატიოთ U სერიის პროცესორები. რა თქმა უნდა, ძალიან სუსტებია, არავითარი რენდერი, არავითარი გეიმინგი, არა შეიძლება გადაიწვას. მარტივი ტასკებისთვის, როგორებიცაა ფილმების ყურება, Word-ში, Excel-ში, PowerPoint-ში მუშაობა, სოციალური ქსელები, თავისუფლად უმკლავდება. გვაქვს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო G1-დან G7-ის ჩათვლით პროცესორის სერიები, რომლებიც მე ჩავთვალე, რომ უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვან სიაში. G1 და G7 მეგობრებო განსაზღვრავს გრაფიკული ჩიპის სიძლიერეს, ანუ რამდენად ძლიერი გრაფიკული პროცესორი უყენია. ხო, გვაქვს არა Intel UHD graphics 620, 730 რაღაც, ხო? რაც უფრო მეტია, ანუ G1, G2, G3, G7 ხო, რაც უფრო მეტი რიცხვია, ანუ G-ს შემდეგ რაც უფრო მაღალი რიცხვი წერია, უფრო ძლიერი გრაფიკული პროცესორი აქვს ჩვენ ლეპტოპს და უფრო რთულ და ინტენსიურ გრაფიკულ დავალებებს გაუმკლავდება. სულ ეს იყო Intel-ის მხარეს საუბარი, იმედია გასაგები იყო და თქვენ ახლა ამ ცოდნაზე დაყრდნობით სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ თუ რომელი გჭირდებათ და რომელი გამოგადგებათ. და ეხლა გადავიდეთ უკვე AMD-ს მხარეს და შემდეგ სლაიდზე. კაი, წამოვედით ეხლა AMD-ს მხარეს. როგორც გითხარით, სუფიქსები განსხვავდება AMD-სა და Intel-ში, ლეპტოპებშიც და დესკტოპ პროცესორებშიც. დავიწყოთ AMD-ს დესკტოპ პროცესორებით. პირველი გვაქვს X-ი. X პროცესორები AMD-ში არის, აი, კარგია ძალიან საშუალო პერფორმანსისთვის. ანუ მაღალი სიხშირის პროცესორებია, overclocking-ის კარგი პოტენციალი აქვს ძალიან, ისედაც მაღალ ჰერცებზე მუშაობს და საშუალო ბიუჯეტური, არც ძალიან ძვირიანი და არც ძალიან იაფიანი AMD-ის პროცესორები არის სწორედ X სერიები, რომლებიც დებენ აი
გასაოცარ პერფორმანსს რა. გვაქვს Ryzen 9 5950X-ი, Ryzen 5 5600X-ი და კიდე ძალიან ბევრია. უბრალოდ X-იანი სერიები AMD-ს მხრიდან. ფასი როგორც გითხარით, მისაღები და აი ყველაზე კარგი ვარიანტია საშუალო დონის რენდერებზე, საშუალო დონის გეიმინგზე. ჩვეულებრივი სერიებისგან განსხვავებით. რაც შეეხება X3D-ს. X3D არის მეგობრებო სასწაულად ძვირიანი. AMD-ს უნიკალური ტექნოლოგია X3D V-Cache, რომელსაც ათავსებენ თავიანთ პროცესორებში და gaming performance 3D ბუსტავს. ანუ gaming-ისთვის თუ გინდათ, მარტო აუცილებლად X3D ვერსია გინდათ AMD-ს, იმიტომ რომ არ არსებობს პროცესორი, რომელიც AMD-ს top X3D-ან პროცესორებს ჯობნის თამაშების პერფორმანსში. აი ამ X3D-ს ტექნოლოგიამ ფასი კიცაში გააგდო, მაგრამ gaming performance-ი სულ სხვა დონეზე აიყვანა და გეიმერებისთვის არის იმენა განკვეთნელი ეს X3D. ამიტომ ვისაც მხოლოდ თამაშები გინდათ და ბიუჯეტში ძალიან შეწულებულები არ ხართ, აუცილებლად X3D-ზე წადით. ნუ X-იც კარგია სათამაშოდ, მაგრამ ხო X3D-ს სხვა განზომილებაა საერთოდ. რაც შეეხება XT-ს, სტანდარტული X-ივით არის, როგორც აქ მიწერია, მაგრამ ცოტათი დაბუსტულია, ანუ 3D ტექნოლოგია არ აქვს 3D V-Cache, მაგრამ შედარებით X-თან არის უფრო ძლიერი XT სერიები. ასევე ხო ამას ბევრს აღარ ვლაპარაკებ რა, ფასეც ხა ოდნავ რო გითხრათ, დიდად მოქმედებს მეთქი არა, ოდნავ მოქმედებს ფასზე. ასევე გვაქვს G სერია. G სერიის პროცესორები არის საკმაოდ ძლიერი გრაფიკული ჩიპის მქონე, ანუ AMD Radeon-ის გრაფიკული ჩიპი უდევთ და uvideo კარტოთაც საკმაოდ კარგ პერფორმანსს დებენ G სერიის პროცესორები. ამიტომ თუ მაინდა-მაინც კომპიუტერს აწყობთ და უცებ ვიდეო ბარათზე ბიუჯეტი არ გაქვთ, თავისუფლად შეგეძინათ G სერიის პროცესორიც აიღოთ. ფასი ნორმალურია, ცოტა მეტია ჩვეულებრივებთან შედარებით და როგორც ვიცი X-ებთან შედარებითაც, მაგრამ ღირს თუ თქვენ საჭიროებებს ერგება. და ასევე გვაქვს GE სერია, რომელიც მე ვთვლი რომ უნდა იყოს ძირითად კატეგორიებში მოხსენიებული, ძირითად სუფიქსებში, რომელიც ნიშნავს როგორც ძლიერ ინტეგრირებულ ჩიპს, ასევე დაბალი დენის მოხმარებასაც რა. აი ამაზე მეტი რა გთქვა, არ ვიცი ახლა თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ რომელი უფრო გიღირთ და როგორ უფრო გჭირდებათ რა. თუ არ გაქვთ კარგი აგრილება кейსი, რა თქმა უნდა დაბალი დენის მოხმარება გაწყობთ, იმიტომ რომ დაბალი დენის მოხმარება უზრუნველყოფს რომ პროცესორი ძალიან არ გაცხელდეს და თუ გაქვთ კარგი აგრილების საშუალება და კარგი airflow кейსში, შეგიძლიათ G სერიაც ისედაც აიღოთ. ანუ ბიუჯეტი თუ იზრდება, აგერ X3D-ც კი არის. რაც შეეხება ლეპტოპებს, AMD-ს ლეპტოპებს, აქაც გვაქვს რამდენიმე ძირითადი სუფიქსი, რომელიც მე მინდოდა რომ გამეზიარებინა და დავიწყოთ H-ით. H სერია ისევე როგორც Intel-ში იყო, აქ ემთხვევა, ნიშნავს მაღალ დონეს, ანუ მაღალი დენის მოხმარებაა კი ბატონოც და ძნელი გასაგრილებელიცაა, მაგრამ მაღალი სიხშირეები და უკეთესი პერფორმანსი აქვს ყველა ასპექტში. გვაქვს R7 6800H, R7 4800H და ასე შემდეგ, ანუ ბევრი პროცესორია ძალიან H სერიაში, Intel-დან და AMD-ს მხრიდანაც. გვაქვს ასევე HS-ი და HX-ი. ამ ორს რაც შეეხება არის აი დაახლოებით KS-ის ვარიანტებია Intel-ის დესკტოპებში რო იყო HS-ი არის უბრალოდ მძლავრი და HX-ი არის კიდევ HS-ზე უფრო კიდევ მძლავრი აქვთ ძალიან მაღალი სიხშირეები ორივეს განსაკუთრებით HX ნუ დენის მოხმარება სასწაული გაგრილება უნდა ძალიან მაგარი აი ლეპტოპის ქვევით რო კულერებს აბაგრებენ ეგენი 99% შემთხვევაში დაგჭირდებათ ასეთი სერიის პროცესორებზე, ნუ განკუთვნილია hardcore gaming-ისთვისაც და ძალიან სერიოზული რენდერებისთვისაც და workload-ებისთვისაც, მძიმე workload-ებისთვისაც. ესე რომ კარგად დაფიქრდით, გიღირთ თუ არა HS-ი და HX-ი პროცესორები. და ხო ეს კი ნაღამ გამორჩა HX3D-ც გვაქვს. სრული სიგიჟეა. HX3D არის ახალი გამოსულია და ძალიან ძლიერია. ჯერ ხო HX-ია თვითონ ძლიერი და პლუს 3D cache აქვს დამატებული და რავი, ანუ მონსტრებია ჩვეულებრივი, მაგრამ ფასი იცოდეთ რომ
ძალიან ძვირი ღირს, აი უსაზღვროდ ძვირი ღირს HX3D-ის ბაზაზე პროცესორები, რომლებიც აქვს ლეპტოპებს და ეგ ლეპტოპები თავისთავად. აი C რატო შევიყვანე C-ში არ ვიცი, მაგრამ მე მაინც მინდა რომ იცოდეთ, ანუ ეს C არის Chromebook-ები რო არის, თუ იცით, Chrome OS-ი, ანუ Google Chrome-ის operating system-ი როგორც Windows-ი და Linux-ი, ასეთი არის Chrome-ისაც და C სერიის პროცესორებს AMD ამზადებს აი ამ Chromebook-ებისთვის. ეს უბრალოდ ინფორმაციისთვის მინდოდა რომ გცნობდეთ. და ასევე გვაქვს როგორც Intel-ის შეზღუდული პერფორმანსის ვარიანტი იყო, აქაც გვაქვს U სერია. ძალიან დაბალდენს მოიხმარს, არ ჭირდება სერიოზული გაგრილება, თხელი კომპაქტური ლეპტოპებისთვის, რომლებისგანაც არ მოვითხოვთ სასწაულ gaming performance, ყველა თამაშში 100 FPS და რაღაც Adobe Premiere Pro-ში და After Effects-ში 8K და 4K ვიდეოების renders, ხო? ასე რომ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც უნდათ ფილმები, სერიალები, content creator-ობა მარტივი და საოფისე პროგრამები იდეალურია U სერიის პროცესორები. სულ ეს იყო მეგობრებო, იმედია ეხლა თქვენ გესმით ეს სუფიქსები რა რას ნიშნავს და გადაწყვეტილებას სწორად მიიღებთ. ვიდეოს განმავლობაში მოგეცით რჩევებიც, მოგაწოდეთ ბევრი ინფორმაციაც და დარწმუნებული ვარ თქვენ უფრო თავდაჯერებულები და უფრო გააზრებულები იქნებით, როდესაც დააპირებთ ლეპტოპის ან პროცესორის შეძენას კომპიუტერისათვის. სულ ეს იყო და მადლობა ყურებისათვის. შევხვდებით შემდეგ უფრო საინტერესო და მრავალფეროვან ვიდეოებში.